ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორძაძის საადვოკატო ბიუროს მეშვეობით ვეფხისტყაოსნის აქამდე უცნობი ხელნაწერი შეემატა. ხელნაწერი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და ვახტანგ ისეულ გამოცემას მიეკუთვნება. მეცნიერთა ვარაუდით ეს ნიმუში დიდგვაროვანთა ოჯახის საკუთრება უნდა ყოფილიყო. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციაში დღეისთვის 165 ვეფხისტყაოსანი ინახება. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირია. ესე იგი არის ძალიან კარგად შედახული. ორთოგრაფიის თვალსაზრისით გამართული ტექსტია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციას ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი უნიკალური ნიმუში შეემატა. მსოფლიო ლიტერატურის შედევრის ვახტანგ ისეული გამოცემის აქამდე უცნობი ეს ხელნაწერი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. სტრიქონებს შორის წითლად სწორედ ვახტანგ მეფის განმარტებებია დართული. პირველი რუსულოგი გახდა სწორედ ვახტანგ მეფე, რომელმაც ეს აიღო ვრცელი რედაქცია ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებიდან და გააკეთა ის გამოცემა, რომელიც მასთამე 1712 წელს განხორციელდა. აი ესა არის ზუსტად ის რედაქცია. გადაწერილი უნდა იყოს, ამას არავით არის ანდერძი, უნდა იყოს ქალის მიერ. გადამწერი ამისა ჩემი აზრით უნდა იყოს ქალი, პიროვნება. ხელი, კალიგრაფია. ამის საშუალებით უფლებას რო ვთქვა ეს ამბავი არის მასთამე კალიგრაფია. პირველი საერო წიგნი ნაბეჭდი ვეფხისტყაოსანი 1712 წელს ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულ სტამბაში გამოიცა. რუსთველოლოგების ვარაუდით ეს ხელნაწერი ისევე როგორც დიდი უმრავლესობა დიდგვაროვანი ოჯახების საკუთრებას წარმოადგენდა. ფონდს უნიკალური ნიმუში საჩუქრად კორძაძის საადვოკატო ბიურომ გადასცა. მეგობრებო, გამოთქვა სურვილი მისი გაყიდვის და ჩვენ ხელი შევუწყეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომ ეს ვეფხისტყაოსნის ეს ხელნაწერი მომხდარიყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, აქ დაბინავებული იყო. ამას აქ დიდი მნიშვნელობა ერთი მხრივ, რომ ეს ვეფხისტყაოსანია და ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია და მისი ყოველი ხელნაწერი ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ კვლევარებისთვის, მეცნიერებისთვის ხელნაწერის ტექსტის შესწავლისათვის. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების შეგროვება საფუძველი მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარეს. დღემდე აღმოჩენილი უნიკალური ნუსხა ხელნაწერთა ცენტრის კატალოგშია თავმოყრილი. მისასალმებელია, რომ ეს ტრადიცია და ეს მიდგომა გრძელდება. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც წირავენ თავიანთ საკუთრებას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ან ყიდულობენ, იძენენ სპეციალურად იმ მიზნით, რომ შემდეგ გაამდიდრონ ჩვენი კოლექცია. აქამდე პოემის მხოლოდ 164 ხელნაწერი იყო ცნობილი. მე-19 საუკუნით დათარიღებული ეს ვერსია, რომელიც ერთ-ერთი გვიანდელია ეროვნული ცენტრისაც დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა. მთავარი ამბები ამით დასრულდა. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.